მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბათუმში ვართ უწყვეტი პროტესტის 300 მეოცე საღამოს იკრიბებიან ისე მოქალაქეები ქუჩაში, ისე ტრადიციული შეკრების ადგილზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ისევ გადადნენ მოქალაქეები ქუჩაში და აპროტესტებენ პირველ რიგში პოლიტიკური პარტიების არსებობას ამ ქვეყანაში, სინდისის ტყვეების არსებობას ამ ქვეყანაში და უცვლელია ასევე მოთხოვნები, რომთაც დაიწყო ეს აპროტესტო აქციები ქვეყანაში, ანუ ხელახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა. ამ მოთხოვნებით უკვე 320 დღეა გრძელდება უწყვეტი საპროტესტო აქციები არა მხოლოდ ბათუმში და თბილისში, ანუ დიდ ქალაქებში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში დღეს ისმის პროტესტის ხმა და მოქალაქეების არიან მკაფიო მოთხოვნა, რომ ისინი არ აპირებენ ამ ბრძოლის გაჩერებას, ამ პროტესტის შეწყვეტას, მაშინ როცა სინდისის პატიმრები ყავს ამ ქვეყანას. და მაშინ როცა დიქტატურის დამყარება ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყანაში მიტაცებული ძალაუფლებით და პირდაპირ მნიშვნელობით ჩაუკეტეს გზა საქართველოს ევროპისკენ, რაც ასე პირდაპირ ნიშნავს პირდაპირ საფრთხის შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. რადგანაც ძალიან მარტივია დაინახო რა ელოდება საქართველოს პატარა ქვეყანას აგრესორი რუსეთის პირისპირ დასავლეთის მხარდაჭერის და პარტნიორების და მეგობრების გარეშე. ამიტომაც მოქალაქეები დღესაც ქუჩაში არიან და დღესაც ძალიან მკაფიოდ ისმის მათგან მოთხოვნა პოლიტიკური პარტიების გათავისუფლებაზე. პირველ რიგში მათ შორის ბათუმელი მედროშის თქვენიცით ბათუმელი მედროშის ზურაბ ჭავჭანიძის შესახებ, რომელიც დააკავეს რამდენიმე დღის წინ. მის საქმეში ერთი მტკიცებულებაც კი არდევს, როგორც მისი ადვოკატი ამბობს ბათუმელებთან, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უბრალოდ მასალა ბათუმელების ვებგვერდზე. მის საქმე სხვა პოლიტიკური პარტიების საქმეებისგან განსხვავებულია, სწორედ იმით, რომ მტკიცებულებაც კი არ არის ამ ეტაპზე წარმოდგენილი, მხოლოდ ერთი ვიდეო ფაილი დევს ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში და ამ ვიდეო ფაილის მიხედვით ზურაბ ჭავჭანიძე გადაადგილდება დროშით ხელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში, ისე რომ არავითარი ძალადობას არ აქვს. ადგილი ყოშqoshi ვიდეო კადრებში არ ჩანს. ზურაბ ჭავჭანიძის მხრიდან რაიმე თანაშაულის ჩადენა, მით უმეტეს ძალადობის ჩადენა, მაგრამ მას ედებიან სწორედ ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული დაცვის ობიექტში შეღწევას. ამიტომაც ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი ამბობს, რომ ეს საქმე მართლაც გამორჩეულია სწორედ იმით, რომ ერთი მტკიცებულებაც კი არ დევს, რაც დაადასტურებს ჯგუფურ ძალადობაში ზურაბ ჭავჭანიძის მონაწილეობას. ბათუმელი მედროში იყო ასევე თემურ ქათამაძე, იგივე გაფარ ილმაზი, რომელიც არის თურქეთის მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი მუჰაჯირების შთამომავალი და ერთგვარად ძალიან მკაფიოდ ჩანს თუ როგორ ვერ იტანს სწორედ იმას, რაც არის დაკავშირებული სიმბოლოებთან და ზუსტადაც რომ ქართულ ტრადიციებთან და მას როგორ უპირისპირდება ძალიან მკაფიოდ და აშკარად ქართული ოცნების არლეგიტიმური მთავრობა. თქვენიცით ასევე რომ თემურ ქათამაძე, რომელიც მალევე იქცა ბათუმის საპროტესტო პროევროპული აქციის მედროშეთ, მას არათუ არ მიენიჭეს ლტოლვილის სტატუსი, არამედ ის გააძევეს ქვეყნიდან. თემურ ქათამაძე ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ მას არ მიენიჭეს მოქალაქეობა იმის მიუხედავად, რომ ის ძალიან კარგად ფლობს ქართულ ენას და ჩააბარაკიდევაც გამოცდები საქართველოს ისტორიასა და ქართულ ენაში, მაგრამ მას არ მიენიჭეს არც მოქალაქეობა, არც ბინადრობა და ლტოლვილის სტატუსიც კი უარი უთხრა, საბოლოოდ კი გააძევეს ქვეყნიდან. ხოლო კიდევ ერთი მედროში იყო ზურაბ ჭავჭანიძე, სწორედ ეს მის დროშებს ხედავთ თქვენ ახლა კადრში, რომელიც ისევ მოიტანეს პროევროპული აქციის მონაწილეობა ბათუმის საპროტესტო აქციაზე და გაუმფრინეს იქ, სადაც იკრიბებიან უკვე 320 დღეა პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები. ზურაბ ჭავჭანიძე არის დევნილი აფხაზეთიდან, ცხოვრობს ბათუმში და ყველა დღე, ყველა საღამოს, როცა იმართება საპროტესტო აქცია ბათუმში, ზურაბ ჭავჭანიძე სწორედ აქ ამ აქციაზე იყო, ის დააკავეს რამდენიმე დღის წინ. თქვენ იცით, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს 45 პროევროპული აქციის მონაწილე და მათ შორის რამდენიმე პირია ბათუმიდან და ერთ-ერთი არის ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმელი მედროში. მოდი ბოლო პოლიტიკურ ამბებზე, ასევე ზურაბ ჭავჭანიძის საქმეზე მინდა გავისაუბრო დღეს პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს და გავიგოთ მათი მოსაზრებები ბოლო პროცესებზე, მიმდინარე პოლიტიკურ ამბებზე. 300 მეოცე საღამოს. საღამომშვიდობისა, შეიძლება ერთი წუთით
სამშვიდობისა როცა მინდა გაგესაუბროთ პირველ რიგში გითხრათ მედროში შესახებ რომელიც დააპატიმრეს ზურაბ ჭავჭანიძე თუ ეცნობით მის საქმეს თქვა მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი ერთი მტკიცებულებაც კი რომელიც დაადასტურებს ზურაბ ჭავჭანიძის მხრიდან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ეს რას ნიშნავს თქვენთვის რას აჩვენებს ზურაბ ჭავჭანიძის საქმე თქვენთვის ანუ საკმაოდ ბევრ პოლიტპატიმრს დღესდღეობით ფაქტობრივად არანაირი მტკიცებულება არ აქვს და მათ შორის ალბათ ყველა ვნახა ჩვენი მედროშის სურას კადრები, სადაც აი ასე მწყიბრად სრულიად გადაადგილდება გარკვეულ ტერიტორიაზე. ეს წარმოადგენდა როგორც მტკიცებულება პროკურატურამ, რომ აი ხო. მე ადვოკატმაც აღნიშნა, რომ ეს კადრები როგორ წარმოედგინა პროკურატურას როგორც საბრალდებო, ესენი დაცვის მხარე გამოვიყენებთ. ჩვენ წარმოადგენთ ამ მტკიცებულებას, ხო. იგივე კადრები. ეს ანუ არ ვიცი რა ნიშნავს ვერ გეტყვით სიმართლე გითხრა და ნუ ალბათ იმას რომ ხელაღებით ყველაზე ხელის დადება შეუძლიათ კიდევ დაფრეს განსა რომ შეიძლება ამით ერთგვარად ასევე განზრახ და გამორჩეულად ებრძვის ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობა სიმბოლოებს იმიტომ რომ ერთგვარი სიმბოლური დატვირთვაც ქონდა ხო მედროშეს როგორც თემურ ქათამაძეს ქართველი მუჰაჯირების სამოს რომელიც გააძევეს ქვეყნიდან ასევე ზურაბ ჭავჭანიძე შესაძლოა არ არის გამორიცხული იმიტომ რომ მართლა რაღაცა სიმბოლური ბატონის ზურა იყო ის სავარაუდოდ რო არავინ არ მოსულიყო ამ კონკრეტულ ადგილას ის მაინც იდგებოდა ამ მშვენიერეთი ესე დროშით ხელში და ხო ამითი კიდე რაღაცნაირად დაკნინება უნდათ ქართული დროშა ესე აშენდეს სახელმწიფოს de facto მთავრობა ეს არის რაღაცა რატომ აშენებს თქვენი აზრით არ ვიცი ყველაფერი რაც ქართულია ვფიქრობ რომ უბრალოდ უნდათ რომ ჩაყვან რასაც ემსახურება ეს რეჟიმი მეტი სხვა პასუხი ამ ყველაფერზე არ მაქვს და არ უნდა რომ რაღაცა ვიდენტიფიცირდეთ ამ სიმბოლოებით ან თუ რაც ძალას გვაძლევს რეალურად ხო ჩვენთვის რაღაცა ძალიან ისეთი იყო ბატონი ზურაც თემურიც ჩვენი მედროშეც რომელიც სხვა მუხტი შემოხდათ და ამით უნდათ რომ კიდევ უფრო დაგვასვოს თქვენ დაგვაშინონ ვარაუდით ამ ყველაფერს ემსახურება ეყოლაფერი. არ ვიცი ნახეთ თუ არა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი აქტივისტი იქნა თავისუფლების მოედანზე დროშით და ამანაც კი გაღიზიანება გამოიწვია უბრალოდ სასამართლოში მიდიოდა თავისთვის თვალზე იდგა არაფერს არაკეთებდა. და პოლიციებმა დაუწყო ფოტოების გადაღება და გადარეკვა. ამის გამოძიება რომ აი რატო გიჭირავს დროშა. ანუ რატო დგას დროშით ხელში მოქალაქე თავისუფლების მოედანზე. ну აი იმ აბსურდს ნიშნავს ეს ყველაფერი რასაც ხედავ რეფორმერის ამბავით უნახეთ ფიტნეს კლუბის რომელმაც და სახალხო დამცველი სწავლობს ესე იგი შემთხვევას რუსეთის მოქალაქეს საკეთებს სახალხო დამცველი შეიძლება რომ დაუფასოთ ამ ადამიანს აი შევუდეთ ვარა წერილი ეგრევე გამოხდა ჩვენ დისკრიმინაციას სწავლობთ რომ არ შეიძლება უარი ეთქვა თუ რუსეთის მოქალაქისთვისო და ყველას ეხება დისკრიმინაცია ყველა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს განმარტავს ამას თავის წერილში სახალხო დამცველი რაღაც ნაცემი ადამიანის და ჩაგრული ადამიანის საქმე დარწმუნებული ვარ არც გადაუხედია თუ გადაუხედია არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და ჩემი უპირობო მხარდაჭერა და პატივისცემა რეფორმერის ამ პოზიციას და ალბათ ვფიქრობ რომ ანუ აი ეს პოზიცია ბევრ ორგანიზაციას რო ქონდეს ესეთი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბევრად უფრო შემდგარ და ბევრად უფრო ჯანსაღ საზოგადოებაში ვიცხოვრობდი კიდევ ხელწერა ისე და ისევ სისტემის რომ ყველა მხრივ ყველა გზით ადამიანებს ვისაც თავისი კაფეო სამოქალაქო საზოგადოება მათი შევიწროება ჩაგვრა მოხდება არაერთი მაგალითი ვნახეთ ამისი რაბა მნიშვნელოვანია თქვენი აზრით აი მსგავსი რაღაც სამოკიდებულება იგივე ბიზნესის მხრიდან როგორც ეს გააკეთა ფიტნეს ჯგუფმა რეფორმერი გიორგი ფუტკარაძემ როცა დააფიქსირა პროტესტი თქვა რომ თუკი შენ არ აღიარებ რომ რუსეთი არის ოკუპანტი არ აღიარებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ისე ვერ შევხვდეთ ჩემს ბიზნესში ანუ ჩემს ფიტნეს დარბაზში ხო რამე მნიშვნელოვანია თქვენი აზრით მსგავსი პროტესტები მოქალაქეების მხრიდან ანუ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა ტიპის მცირე და კიდევ უფრო სხვილი ბიზნესი იყოს მაქსიმალურად ჩართული ამ ბოიკოტში თუ ამ გამოხატულებაში თავიანთი აზრისგან, იმიტომ რომ ფიზიკურად ესე თუ არ მოხდა საზოგადოების კონსოლიდაცია ამ მხრივ ძალიან რთულია რომ ესე ინდივიდებმა აი რას არ მეხება ხო სპორტული დარბაზი მაქვს და გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში ეს უკვე არ ყავს ამ
რაღაც საფრთხეს, რომელიც გვაქვს და რომელიც უნდა იდეაში გვაერთიანებდეს. Apparently, მართლა ჯერ თუ ოდესმე მივალთ მაგ ნიშნულამდე რომ ყველა ორგანიზაცია იქნება ეს ბიზნესი თავის მას დააფიქსირებს და რა თქმა უნდა ამის ღირებულებებს საერთოდ ღირებულებების სადარჩოს იქნება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია რაღაც გარდატეხი ცვლილებების შეტანა. მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ვერაფრით ვერ გაემიჯნება ვერც პოლიტიკა, ვერც ბიზნესი, ვერც სპორტი, ამ ყველაფერს და ვერც ხელოვნება. ანუ არც ერთი სფერო იმიტომ რომ ყველაფერს საწინდრად მაინც პოლიტიკა უდევს, ხო? ანუ ტურიზმის სფეროში ვარ, ტურიზმი არის პოლიტიკა. ბიზნესიც არის პოლიტიკა და ყველაფერი შესაბამისად ამას გავიაზრებთ და ნუ მე არ მეხება პოლიტიკა და აპოლიტიკური ვარ ეს ხაზები რაღაცნაირად. ან რა შეიძლება შეცვალოს ჩემი ერთი ადამიანის პროტესტმა ვთქვათ, რომ უფიქსირო პროტესტი რუსეთის მოქალაქეს ვთქვათ, რომ მან აღიაროს, რომ ოკუპანტია რუსეთი მაგალითად, ან არ შეიძლება ვთქვათ რუსეთში წარმოებული პროდუქცია, ხო? ესეც სამოქალაქო რაღაც ერთგვარი პროტესტია. ხო, და იმას ვამბობ რა, ინდივიდების დონეზე თუ დავა ეს შექმნება, შემდეგ უკვე რაღაცნაირად საზოგადოების გარდატეხა და ცვლილება უფრო მაგრამ ხო გამოჩერებს საზოგადოებაში არიღებს მართლაც ამ ქვია რაღაცა რუსეთის მიღებლობას, რომელსაც ერთგვარად ასაღებს რაღაც შეფარული ფორმები და ჰიბრიდული. ანუ საზოგადოებაში არის სოლიდარობაც იგივე უკრაინის მიმართ, არის მიუღებლობა რუსეთის მიმართ. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს გამოკითხვებშიც, არჩევნებშიც, ვთქვათ, პრო-რუსული პოლიტიკური ძალები რა მაჩვენებელს იღებს, ხო? მათ შორის გაყალბებულ არჩევნებში. ხო, აქაც ჩანს რაღაცა მურჩევლის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. მაგრამ ხომ გამოჩერა პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ვერ ახერხებს რაღაც პოლიტიკურ ორგანიზებას ამ პროტესტის. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? სადაც ხედავთ იმის რესურსს, რომ ეს მოხერხდეს ჩვენ შემთხვევაში. რესურს რამდენად ხედავ ეს თავკესაკითხია, მაგრამ თავისთავად ხა პოლიტიკური ლიდერების მიერ უნდა იყოს მართლა. ხო, ეს ინდივიდები ვინმე საპროტესტო აქციაზე და ჩვენ სადაც ფიქსირებთ, რომელსაც არანაირი უკანა გამოცდილება ან ცოდნა არ გვაქვს, ეს არის ჩვენი წინდად მე შეაკვირვო ჩემი სამოქალაქო ვალი, რომ ჩემი აზრით დავაფიქსირო ჩემი პროტესტი გამოხდა და ამასთან ერთად ჩემი უფლება. და კი ნამდვილად უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და რაღაც გვინდა რომ ეს დემოკრატიული გზით განვითარდეს. რამდენად ხედავ ლიდერებს ესე სასახად ძალიან მია, მაგრამ ახალი პარტიები გამოჩნდა, რომლებსაც გარკვეული ნდობის ფაქტორი საზოგადოებაში აქვს, მათ შორის ჩემი მხრიდანაც და რომელსაც სჭირდებათ ისევ საზოგადოების მხარდაჭერა. ანუ ერთი რაც კაფეოდ და ძალიან ჯერა, რომ ყველა ისეთ წარსულში რაღაც დონეზე მქონია შეხება, რაღაცნაირად მქონია, რომ მაქსიმალურად უნდა ჩამოვაშოროთ ახალი საზოგადოების მშენებლობის დროს, იმიტომ რომ არ ვიცი რაღაც გაიხსნა ერთხელ სამწუხაროდ როგორც ჩანს ეს განკურნებას არ ექვემდებარება. მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილება ასევე აფიქრებს რომ მნიშვნელოვანია გამოცდილება პოლიტიკაში და ეხლა ესტონელი სტუმრები მყავდა ცოტა ხნის წინ და მათ თხოვე რომ მოეყოლათ რა იყო მათი გამოცდილება საფრთხე გაჩვენის დაშლის შემდეგ როგორ შეძლეს და მithეს რომ აბსოლუტურად ყველა ვისაც კი სისტემასთან ქონია მანამდე კავშირი ჩამოვიშორეთ და სრულად ახალგაზრდობას მივეცით სადავეები მართლობისა ბევრი შეცდომა დაუშვეს მაგრამ ამ შეცდომებზე ვისწავლეთ და საკუთრ გამეთანხმება იმედია მსმენელი რომ ესტონეთი არის ერთ-ერთი მაგალითი როგორც ეკონომიკურად განვითარების და ტექნოლოგიური კუთხით როგორ შეძლო ამ პატარა სახელმწიფომ თავისი ფიქრობადობის შენარჩუნებაც და პროდუქტი ახლიდან დაბადება და სრული განახლება და შესაძლოა რომ ეს მოდელი გამოგვადგეს ჩვენს ანუ ახალი ძალის შეცდომები უფრო მოსულა ესე რომ ვთქვათ რა თქმა უნდა ამ შეცდომებსაც გააჩნია უბრალოდ ამ ახალ ძალებსაც ყოველთვის განცდა უნდა ქონდეს რომ საზოგადოება არის შემდგარი ძლიერი და ეს თვალი კრიტიკული თვალი ყოველთვის იქნება ვინც ყურებს გააკონტროლებს და მას არ ეპატიება ის შეცდომები რაც აქამდე დაშვებულა და სადაც ალკოჰოლმა დღესდღეობით მიგვიყვება. დიდი მადლობა თქვენ ეს იყო რუსუდან ვაშალონიძე მადლობა.
ეს პროევროპული აქცია ბათუმში 300 მიოცე დღე, როცა მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში და ძალიან მკაფიოდ ითხოვენ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და როგორც ცნობილია, ამ 320 დღის განმავლობაში ჟღერდება უცვლელი მოთხოვნები დემოკრატიულ და სამართალიან გარემოში ხელახლა არჩევნების ჩატარება, საუბარია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე და არ ლეგიტიმური მთავრობის გარდაგვნა, სწორედ ამ შემთხვევაში ამ მოცემულობაში და ჩატარდეს ხელახლა არჩევნები, ასეთია პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნა და მოთხოვნებით იმართება სწორედ ეს პრაქტიკულად უწყვეტი საპროტესტო აქციები. მოდი გავისაუბროთ აქციის სხვა მონაწილეებს. მოგესალმებით, შეიძლება ერთით მინდა გაგესაუბროთ ბოდიში. მინდა გითხრათ რეფორმერის შემთხვევაზე, ფიტნეს კლუბის ამბავი, გეცოდინებათ ალბათ, ხო, რომ მათ უარი უთხრეს მომსახურებაზე რუსეთის მოქალაქეს, თუკი არ აღიარებდა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თუკი არ აღიარებდა, ხო? ამ შემთხვევის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა და მან მოსთხოვა პასუხის პოზიციის დაფიქსირება რეფორმერს. რას აჩვენებს თქვენთვის ეს ამბავი? პირველ რიგში დიდი პატივისცემა ჩემგან ესეთ პასუხისმგებლია ყველა იმ ბიზნესს, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და მოქალაქეობრივად იდგება მსგავს საკითხებს და ჩემი მხარდაჭერა ყველა ესეთ ბიზნესს. და მე ვნახე ეს ნიუსი მოკვლევის შესახებ და რეფორმერის პასუხიც ვნახე პრინციპში და ძალიან ღირსეული პასუხი იყო, ესე ვთქვათ და რა ვიცი, ჩემი მხრივ მხოლოდ დადებითი შეფასებები შეიძლება მოყვეს ამ ფაქტს, პასუხს უშუალოდ რეფორმერის მხრიდან. და რაც შეეხება იმას, თუ საერთოდ რატომ ისმება ასეთი ტიპის შეკითხვა, ესე ვთქვათ, და რატომ უთმობს სახალხო დამცველი ამ ყველაფერს, ამ ყურადღებას, როცა ქვეყანაში სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი და გაცილებით, ესე ვთქვათ, აქტუალური პრობლემა დგას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, თუ როგორი ტიპის მმართველობაში ცხოვრობთ ახლა. იმაზე, რომ რუსების მიმართ შეიძლება უფრო, ესე ვთქვათ, შემწყნარებელი და უფრო ყურადღებიანი იყოს სახელმწიფო და იცოდეს მათი უფლებების დაცვას, რომ საქართველოს უფლებები არ არის ამ ქვეყანაში დაცული და პირიქით უხეშად ირღვევა და სახალხო დამცველი ამ დროს მისი რეაგირება არის, როგორ ვთქვათ, მინიმალური რაღაც აი ვალდებულების და აი არასრულებს თავის ფუნქციებს, ხო? ფასადური არასრულებს თავის უფლება მოვალეობებს. და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრით აი მსგავსი დამოკიდებულება ამ პროტესტის დაფიქსირება მოქალაქეების მხრიდან ან ბიზნესის მხრიდან, როცა საქმე ეხება რუსეთის ოკუპაციას, რუსეთის მოქალაქეებს. აი თქვათ რომ მოთხოვო რუსეთის მოქალაქეს თქვათ იმის მიქირავების დროს, რომ აი თუ აღიარებთ თქვათ იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია და ხო, მე შეიძლება შემოხვიდე ჩემს ბინაში, რომ მიქირავო ბინა. რას ცulis მსგავსი დამოკიდებულება თქვენი აზრით მოქალაქეების პროტესტი? ის შეიძლება თქვენ თუ გქონიათ ასევე თქვათ მსგავსი პროტესტი თუ გაქვთ? კი, ბატონო. რა ფორმით გაქვთ მაგალითად თქვენ? აი მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტში მქონია ხშირად პროტესტის გზნობა, პროტესტის შექმნება, ისე ვთქვათ, მაშინ როცა აი უამრავი ქართული და არ ვიცი, ცხოველი ისეთი მუსიკა და სიმღერა არსებობს, რომელიც გადასარევად ისმინება და რაღაცნაირად ეროვნულ გზნობებს გიღვიძებს და სასიამოვნოა ის მოსმენა, მაგრამ უსმენთ რაღაც დარე კითს რუსულს, რომელსაც არც მუსიკალური ღირებულება აქვს და პლუს ამას არის ოკუპანტის ენაზე, ხო, ისმინება და ის მომღერალი შეიძლება რომელიც ასრულებდა სამუსიკას არის პუტინის ამომრჩეველი და პუტინის მეხუთე სიტყვაზე, ხო? ამის მიმართ მქონია პროტესტი, დამფიქსირებია მძღოლთან და დამიტოვებია საერთოდ ტრანსპორტის საჯაროდ არ შევსულა რაღაცა ხელჩართულ ბრძოლაში. ანუ უარი გითხრეს შემდეგ თქვენ ამ პროტესტის გაზიარებაზე, თქვათ რომ გამოერთოთ რუსული მუსიკა, არ გაუთვალისწინებია. არა, მაგრამ აი ტრანსპორტში არიან ხოლმე ადამიანები, არ ვიცი რამდენად ესე ვთქვათ, გულწრფელები თავიანთ ნათქვამებში, მაგრამ შეხედან ხოლმე და რაღაც პოლიტიკურ საკითხებს წამოჭრიან ესე ვთქვათ, არსაიდან უბრალოდ და აი პროპაგანდისტულ მესიჯებს აჟღერებენ ჩვენთან, მაგალითად აი დავასახელებ კიდეც ხაზებს 2 და 2 ნომერ ავტობუსებში ხშირად არიან ესეთი ადამიანები, ძირითადად ასაკოვანი პიროვნებები არიან. მათაც უფიქსირებ ხოლმე ჩემს აზრს და მიუხედავად იმისა, რომ ღელავ ძალიან ამ დროს და არ არის ჩემთვის კომფორტული, ვფიქრობ, რომ ქალაქისთვის აუცილებელია მოკლედ რომ ეს დავაფიქსიროთ, რა მესმის თავიდან შეიძლება იყოს
გამბედაობა არ ვიყოს ან რაღაცა, მაგრამ საკმარისია ერთხელ ამოვიღოთ ხმა და უკვე მეორეჯერ ამისი მოთმინა გაგვიჭირდება და ამას აუცილებლად ექნება შედეგი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ უნდა იგრძნობოდეს მოსახლეობაში, თვითონაც უნდა გრძნობდნენ ის ადამიანები, ვისაც ამოღების, ხმის ამოღების ეშინია, რომ ვიღაცები ლაპარაკობენ, საუბრობენ ამაზე და თვითონაც მიეცეს გამბედაობა თავის აზრის დაგვისილებას. დიდი მადლობა, საინტერესო იყო თქვენი მოსვლით. თქვენი სახელგვარი შემახსენეთ. დიდი მადლობა, თაკო. მოდი მოვისმინოთ კიდევ ერთ მონაწილეს, ზურაბს ირემაძეს მოვისმინოთ. მოგესალმებით ზურა. დიახ, მე მანდრეს პირველ რიგში მედროშესთან დაკავშირებით, თუ ეცნობით ზურაბ ჭავჭავანიძის საქმეს, რის გამოა ის დაკავებული და რას აჩვენებს თქვენთვის მისი დაკავება, რის თქმელია ეს ამბავი. ბატონო ზურას დაკავება მე პირდაპირ მინდა გამაცხადო, ეს იყო ზუსტად პოლიტიკური ნიში. 100% თავს დავდებ. დაკავეს იმის გამო, რომ ამ პროპორციული საპროტესტო აქციის მედროში რა. თვითონ უდგე მაგ ადამიანს, იმიტომ რომ მე პირადულად 10 თვის განმავლობაში აქ თუ ვინმე პროვოკატორი შემოსულა, პირდაპირ მიდიოდა და ამშვიდებდა ადამიანებს. მე ადამიანი არის ძალიან წესიერი, მე ადამიანი არის ძალიან პატიოსანი ადამიანი, ყოველთვის შიდობისკენ იყო მოწოდებული, ყოველთვის ჰქონდა თავისი ფილოსოფიური აზრები, რომ სიყვარულია ღმერთი და სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ და ნამდვილად წესიერი ადამიანი. თუ ვინმე წესიერი იყო ჩვენში მაგალითად იყო ზურა და არ შეიძლება რა თქმა უნდა მაგ ადამიანის სიხეზე გაშვება და გასამართლება. ეს კატეგორიულად დაუშვებელი და მიუღებელია და რა თქმა უნდა საზოგადოებას მოუწოდებ რომ ამოიღონ ხმა ასაკოვანი ადამიანი და ესეთ დონემდე ადამიანის გაწირვა იმის გამო რომ პრეზიდენტის სასახლიდან თან მით უმეტეს პრეზიდენტი რომელიც არალეგიტიმურია და არაკანონიერია. ლეგიტიმური როგორ იქნება პრეზიდენტი, როცა მოსახლეობას არ აურჩევია. ლეგიტიმაცია პრეზიდენტს არ აქვს. საზოგადოებას არ აურჩევია. თუ ქართულ ოცნებამ აირჩიეს იმას არ ნიშნავს რომ პრეზიდენტი ლეგიტიმურია. მე ადრეს ვამბობ და ახლა ვამბობ, პრეზიდენტი არის არალეგიტიმური. ლეგიტიმაცია მისცა არჩევნების გზით ასე თუ ისე საზოგადოების ნაწილმა თავრობას სხვა თემაა, მაგრამ პრეზიდენტს არავის არ აურჩევია აბსოლუტურად გარდა ივანიშვილისა და გარდა ქართულ ოცნებისა და შესაბამისად არალეგიტიმური პრეზიდენტის სასახლეში რო შევიდა ადამიანი, ასაკოვანი ადამიანი და ის გაასამართლო, დიახაც ეს არის პოლიტიკური. დღეს როგორ ხედავთ ახლა ამ ბრძოლის გაგრძელებას, თქვენ რა ფაქტორებს ხედავთ და რა რესურსებს აიმისოთ, რომ ამ წინააღმდეგობამ დაახევინოს უკან ივანიშვილს. ის არაფერს არ თმობს ფაქტია, ხო პირიქით უფრო და უფრო ამკაცრებს ამ რეპრესიულ მიტინგებს. თქვენ როგორ ხედავთ? მე მაგალითად 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიყავი და არც ვეთანხმებოდი, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ანუ ბრძოლაში რას გულისხმობ? საზოგადოების ინტერესები ყოველთვის უნდა იყოს მაღლა წამოწეული. ეკონომიკური საკითხები, სასამართლოს საკითხები მაგალითად თუნდაც ორედონის სიტყვის სასამართლოზე მინდა გავამახვილო ყურადღება. რატო დახურეს სასამართლო ტელევიზიებისთვის? თუ კი არ უნდათ მოსამართლეები დააშინო პირდაპირ ქთამზე, კორუფციაზე, თუ კი არ უნდათ კორუმპირებული და კრიმინალი მოსამართლეები ყავდეთ, თუ არ უნდათ კორუმპირებული და კრიმინალი პროკურორები ყავდეთ. რატო აუგზალეს ჟურნალისტებს სასამართლოში ვიდეო გადაღება და ფოტო გადაღება. რატო ხმის ჩაწერაც კი არის აკრძალული. საზოგადოებას რას უმალება? რას მალავე საზოგადოების წინაშე? დასამალი რა? მოსამართლეს რა დასამალი? მოუსწრეთ, იგო ბესარიონ ალაბიძეს, რომელიც ყოფილი მოსამართლეა უზენაეს სასამართლოზე ილაპარაკა, თუ რა წნეხის ქვეშ იყო ის და სხვა მოსამართლეები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. როგორ აიძულებს თქვათ, რომ გაეკეთებინა თვითონ მას ქირურგიული ოპერაცია ხელოვნურად, ან როგორ გამოკეტეს კაბინეტში სხვა მოსამართლებთან ერთად და არ გაუღეს კარები, ვიდრე არ მიიღებდნენ სასურველ გაწყვეტილებას, როგორ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, თკვლობის მცდელობამდე, ამის მცდელობაც კი მქონდა, ამბობს ეს ყოფილი მოსამართლე, ასევე თავაზობდნენ დიდი ოდენობით ქთა. სუსი თავაზობთ იდეოდენობით ქთამს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. თუ მოისმინეთ მისი ეს განცხადებები, არ უმისმენ და არ ვიცი მიქს ვითარება, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა და მინდა უთხრა ქართულ ოცნების ლიდერებს. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ მე 4 ოქტომბრის აქციაზე არ წავედი და ჩუმად ვიქნები და საკუთარ მოქალაქეები დაჩაგვრას შევეგვები, ძალიან ცდები. მაშინ ვერ გიცნებათ კარგად. მე ვარ ქართველი და საკუთარ მოქალაქეებს დაჩაგვრას ადამიანებს განსხვავებული ხედვა და აზრი აქვს, მათ დაჩაგვრას არ შევეგვები, რაც არ უნდა იყოს. კიდევ ერთხელ მივორ, რას უმალავთ სასამართლოებში? პროკურორები და მოსამართლეები თუ წესიერი არიან, ტელევიზია რატო არ შეკავთ? значит კორუმპირებული და კრიმინალი არიან სული ამ მსხვილობით პროკურორებიც და მოსამართლეებიც, რო არ შედიან სასამართლოებში, რო არ შეკავთ სასამართლოებში ჟურნალისტები. რა გაქვთ დასამალი? ქართველი ერის წინაშე რა გაქვთ დასამალი? აი ეს მინდა უთხრა ქართულ ოცნებას. რატო აუგზალეს შესვლას ჟურნალისტებს სასამართლოებში და თუნდაც პროკურატურაში? რატო აუგზავნეს? მე ხო არ ვამბობ, რომ
ჟურნალისტები შევიდნენ უსაფრთხოების სამსახურში. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში ახლა ამას კი არ ვამბობ. მე ვამბობ სასამართლოში რატო არ უშვებს ჟურნალისტებს. როცა ხომ არის საჯარო წესი. როცა საჯაროა ეს ხმა. საჯარო უნდა იყოს და რა თქმა უნდა ამავე დროს არა საჯარო ახლაც. იჩაგრება თუ არა. ეს ხომ უნდა ნახოს საზოგადოება. ხო. მაგრამ ჟურნალისტებს შეგვიზღუდეს იქ ფოტოს გადაღება და ვიდეოს გადაღება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ახლა შეუძლია რომ მივიდეს სასამართლოში და ესოს ნებისმიერ სხდომას. მაგრამ იქ ვერ გადაიღებ ვერც ფოტოს და ვერც ვიდეოს. იმიტომ რომ უნდა საკუთარი მოქალაქეები დაჩაგვრა. იმიტომ რომ უნდა საკუთარი მოქალაქეები ფეხქვეშ გათელონ. კანონით გათელონ ფეხქვეშ. თუ არ ფიზიკურად არ გულისხმობ, კანონით გათელონ ფეხქვეშ საკუთარი მოქალაქეები. თუ ეს მიზანი არ ამოძრავებს ხელისუფლებას, კეთილიანებს ხელისუფლება და სასამართლოში შეუშვან ჟურნალისტები. სხვაგვარად ქვეყანაში ჩამოყალიბდება დიახაც სააკაშვილიზე ვარესი დიქტატურა ამ ქვეყანაში და ამას არ შევეგუები, თუნდაც სიცოცხლით ასე დამიგდეს. არ დევიხე უკან. ვიბრძოლე ბოლომდე. ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, იმიტომ რომ არ შეიძლება სასამართლო დიქტატურა შეეგუა ადამიანს. თუ კი ქართველი ხარ, ქართველის გასამართლებას, ქართველის დაჩაგვრას რატო უნდა შეეგუო? მე მქონია შეხება სასამართლოსთან და ვიცი რომ სასამართლო დიქტატურა არის ამ ქვეყანაში და რას უმალავი კიდევ ერთხელ მგონი მოსამართლეები, პროკურორები საზოგადოებას. ტელევიზია რატო არ იკარებენ? რატო არ იკარებენ ტელევიზიას? დაჟე ვალდებულია პროკურორი მოსამართლემ ინტერვიუ მისცეს მოსამართლემ და პროკურორმა საზოგადოების სასარგებლო ჟურნალისტს. ვალდებულია წერია, რომ პრესპიკერიც უნდა ყავდეთ, პრესპიკერი მოსამართლე, რომელიც ილაპარაკებს ვალდებულია თქვენ მოგცენ ინტერვიუ. მე თუ მოქალაქე ვალდებულად ვზნობ საკუთარ თავს ინტერვიუ მოგცე, მაგალითად საქართველოს მომავალზე, ისინი ვალდებული არიან კანონის წინაშე, კონსტიტუციის წინაშე არიან ვალდებული, რომ საზოგადოება გაიგოს კანონიერ სასამართლოებს თუ უკანონო სასამართლოებს, მაგრამ ამის გაგება არ უნდა და სწორედ ამიტომ დახურეს სასამართლო. დახურეს სასამართლო, იმიტომ რომ ადამიანები დაჩაგრონდა. მე ამას არ შევეგუები და ამას არ გუგტარებ ასეთ შემთხვევაში ქართულ ოცნებს. დიდი მადლობა. ეს ზურაბ ირემაძე იყო, მადლობა. ასეთია დღეს ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების გზავნილები აქციის 360 საღამოა დღეს ამ უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქციის, როცა მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში, ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან დგანან მოქალაქეები და ითხოვენ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და მათი გზავნილი არის ძალიან მკაფიო, რომ ვერ შეეგუებიან დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში და პოლიტიკური ტყვეების არსებობას ამ ქვეყანაში და ასევე ჩაკეტილი გზის არსებობას ევროპისკენ პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ ხედავთ როგორ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი ქართული ოცნების არლეგიტიმურმა მთავრობამ და როცა ის განაცხადა არლეგიტიმური მთავრობის პრემიერ მერეკლი კობახიძემ გასული წლის 28 ნოემბერს სწორედ მაშინ დაიწყო უწყვეტი საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით და ის გრძელდება დღემდე რადგანაც ეს აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოებისთვის, რადგანაც მათ დაინახეს კონკრეტული საფრთხე არა მხოლოდ ძალაუფლების მიტაცების და დიქტატურის დამყარების, არამედ პირდაპირ საფრთხე ამ ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაკარგვის, საფრთხე სახელმწიფოებრიობის დაკარგვის, ამიტომაც მოქალაქეები განაგრძობენ ამ პროტესტის გამოხატვას, ვიდრე არ გადადგება არლეგიტიმური მთავრობა და არ ჩატარდება ხელახლა საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. ასეთი იყო ამ საღამოს ბათუმის საპროტესტო აქციიდან გზავნილები. ეს უნდა ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან, გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.